გამარჯობა, მე ვარ პიზა. დღეს მესმა კულტურა ესტუმრა მარჯანიშვილის თეატრს, სადაც ამ სეზონის ბოლო სპექტაკლის პრემიერა იმართება. გონების თამაშები, ასე ქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი დავით ჭახრაკია, პიესის ავტორი კი ბასა ჯანიკაშვილი. უფრო მეტ სპექტაკლის შესახებ შემოქმედებითი გუნდისგან გავიგებთ. ხო, ეს არის პიესა გონების თამაშები, ეს არის პიესა ადამიანზე, მწერალზე, რომელიც დაიკარგება საკუთარ დაწერებში. მინდოდა რომ ყოფილიყო საზოგადოებული, არ ყოფილიყო მხოლოდ ავტორზე, არამედ ყოფილიყო ადამიანებზე, ვინც საკუთარ თავში იკარგება. ყოფილი ვარ, ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. დიდი ხანი მუშაობდი, წელიწადი მუშაობდნენ მსახიობები, რეჟისორი, ყველა ვინც დაკავებულია, მეც ვესწრებოდი, როგორც ცოცხალი ავტორი. და მეკითხებოდნენ, მეც ვეკითხებოდი, ვასწორებდი გზადაგზა და ესე ძალიან პროდუქტიულად და გემრიელად ვიმუშავეთ. არსებობენ დრამატურგები, რომლებიც რაღაცაში გზღუდავენ რაღაც, მაგრამ ბასა არის რაღაც საოცრება, იმიტომ რომ რეპეტიციებს ესწრებოდა იქ, აბა ეს ტექსტი როგორ მოერგება ამ მსახიობს, აი ყველაფერში ჩართული იყო თავიდან ბოლომდე და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბასას. რო ვეკითხები, აი უცხოებსაც ვეკითხები, რას ხედავთ რა? ყველა სხვადასხვა, ზოგი სიყვარულს აღმოაჩენს აქ, ზოგი ამ სპექტაკლში აღმოაჩენს რაღაც პოლიტიკურ ნარატივს, ზოგი და 1000 რაღაც ისეთი პიესაა თვითონ, რომ აი პლასტელინივით, რომელიც იქაჩება და არ წყდება. ძალიან საინტერესო იყო ამ პიესაზე მუშაობა და რა ვიცი, პრემიერებით კმაყოფილები. თუ შეიძლება მოგვიყევი შენი პერსონაჟის შესახებ და როგორი იყო შენთვის, როგორც მსახიობისთვის სამუშაო პროცესი? სამუშაო პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ცოცხალ დრამატურგთან ერთად ხდებოდა ეს ყველაფერი და მაინც გონია რომ აქვს ამ მწერალს სათქმელი, რომელსაც ვერ ბედავს თვითონ რო თქვას და ეს პერსონაჟებში მალავს და იმათი სახით უნდა ეს თქვას. თან უნდა, თან ვერ ბედავს, თან აჩუმებს არ თქვა, თან უნდა თქვი, მაინც აჩუმებს და მოკლედ ძალიან ისე საინტერესო იყო და მე მგონი სასარგებლო პროცესი, რაც შეიძლება ასე თუ ისე ჩვენ ქვეყანას გამოაჩენს. თვითონ პიესა არის ძალიან განსხვავებული, თავისი სტრუქტურით, შინაარსით, ყველაფრით, აგებულებით, ჩონჩ ყველაფერი აქვს ძალიან განსხვავებული სხვა პიესებისგან. მუშაობა იყო ალბათ ყველაზე რთული სამუშაო იყო, რაც კი მომწევია ჩემი პატარა კარიერის განმავლობაში. თავარი ამბავი ის არის, რომ ჩემი პერსონაჟი ძალიან ბევრნაირია და იმედია მოვახერხე ბევრჯერ გარდასახვა რა სცენაზე. ჩემთვის ეს იყო მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ესეც დიდებულ მსახიობებთან ერთად ვიდექი სცენაზე, რომლების ფონზეც გავიზარდე, ვუყურებდი, მაგათ აფიშებს ვუყურებდი და მაგათ გვერდზე ვდგავარ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ბასა ჯანიკაშვილიც არის, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დრამატურგი, იმიტომ რომ მის ორ პიესაში მაქვს ნათამაშები, იმედია 10-ში ვითამაშებ კიდე და დავით ჭახრაკიაც არის ძალიან მაგარი რეჟისორი. მოკლედ, ეს იყო ძალიან დიდი ხაოსი და ყველაზე საინტერესო გზა, რაც გამივლია კარიერის პროცესში. ძალიან კარგია, რომ ეს თანამედროვე ქართული დრამატურგია იდგმება მით უმეტეს ეს აკადემიურ თეატრში და მეგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამოვიდეს და მეტი იყოს და ძალიან საინტერესო წერალია თვითონ ბასა და ეს ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო. თემაც მე მგონი, რომ გარკვეულწილად აქტუალურია დღეს და ეს ჩემი პერსონაჟი არის ამ ავტორის ისეთი აზრი, ასე ვთქვათ, გაქცეული აზრი, რომელიც არ უნდა. ანუ აწვალებს ეს აზრი, რომ პოლიტიკა უნდა დადგას, მაგრამ არ უნდა. ხო და რაღაცა ესეთი ის არის რა, საინტერესო ვერსია და